Pitsurpasio mekuprebot aros kutxe არის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის პაციენტი დავიწყე გაშლი და გამეთიშა. მოკლედ, აქ საუბრობდი წინა სიტყვაობა ის არის, რომ თქვენი ქაოსი რაღაც ხანდახან გააქვთ ესეთი შინაგანი, ეს არის მომენტალური ამ ეტაპისთვის, რაც ძალიან მალე დასრულდება თქო. ელოდებით შეტყობინებას, ეს არის მოკლედ წინა სიტყვაობა და შეგვიძლია უკვე რჩევა გავაგრძელოთ. აქ მოდის აუცილებლად ჩემი ძაღლი არ შეიმჩნიოთ უკაცრავად. შეტყობინება, როგორი რაღაც იცით, ძალიან კარგი დახმარება თუ გჭირდებათ დახმარება, სამსახური გჭირდებათ, მოკლედ რაც გჭირდებათ. დანარჩენი ფინანსები თუ გჭირდებათ, სამსახური ხო, დახმარება და ძალიან კარგი შეტყობინება. ყოველ შემთხვევაში აქ არის ძალიან დიდი ნაყოფიერება, ძალიან დიდი სურვილის ასრულება. რჩევა რა არის? ძალიან დიდი ღვთისწყალობა. ძალიან დიდი ღვთისწყალობა. მე რჩევას კი არა, ეხლა იმედს უფრო გაძლევთ თუ რა ვიცი, აქ არც არაფერი არ არის რჩევის მომცემი, მე ესეც რაღაცას გეტყვით. ეს ქაოსი, რაც ამ წუთში გჭირთ, ეს არის ძალიან მომენტალური. აქ ტაროში იდეალურად არის ეს თემა, მე არა მაქვს ნამდვილად ყველაფერი, მაგრამ აქ ნამდვილად იდეალურად არის ყველაფერი. ვისაც ეხება. ეს არის დიდი ხნის სურვილი, ეს არის რაღაცას ითხოვთ თქვენ, შესაძლებელია თქვენი საგვარეულო ხაზიდანაც ითხოვთ, შესაძლებელია თქვენი ღმერთიდანაც ითხოვთ, სამყაროდანაც ითხოვთ, არა. ღმერთი და საგვარეულო ხაზი. ესე რომ ითხოვთ. საგვარეულო ხაზი რას ნიშნავს? შესაძლებელია ახლა ვიღაცას ცოცხლები გყავთ, ვიღაცას გარდაცვლილი გყავთ, არა აქვს მნიშვნელობა. აი ხანდახან ხომ არის რომ რაღაცას ასე რომ ყოფილიყო, ასე მინდა გავაკეთო. აქვს ზოგიერთს ხო დაუშვათ საუბარი თავის ოჯახის წევრებთან ან წინაპრებთან. აი ეს მომენტი არის. ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი, ნახეთ, თითქოს ისე ჩანს, რომ რაღაც აკვიატებული აზრი შეიძლება ვინმე მასე ჩაგითვალოთ და მაგრამ ეს არ არის აკვიატებული აზრი, როგორი აზრია ეს? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. კმაყოფილი დარჩებით საბოლოო ჯამში. ძალიან კარგი გზასად გახართ, ვინც ხართ, ვისაც გეკუთვნით. კარგი ნაყოფიერება გექნება, ის თანხად შემოგივათ, რა ვიცი მე, შეტყობინება არის, ამბუთია, რაც არის. ეს მომენტალური ქაოსი შეიძლება რაღაც საკითხი მოსაგვარებელი უფრო უნდა იყოს, ნახეთ, ყველაფერი დაალაგეთ და აი ეს როგორი იქნება რაღაცა საკითხი, ხო? იდეალურად იქნება, ღვთისწყალობა გაქვთ. თქვენ როგორც გინდათ, ისე იქნება. გამიგეთ, აი თქვენ როგორც გინდათ. და საბოლოო ჯამში კმაყოფილი დარჩებით. ეს იქნება როგორი თან რაღაც იცით, გავიმარჯვო ეს თემა, ყოჩაღის თემა, ესეთი თემა და ასე შემდეგ. აჩერას დავამატებდა და რო კიდე დაგვიმატებდა რამე ერთ სიტყვას. აღა უნდა დავამატო აქ ისე ამოფრიანდა ყველაფერი. და ანამატი ის არის, რომ ნახეთ, ენერგია გჭირდებათ, იმაზე მეტი დაგჭირდებათ აქ ენერგია, დრო გჭირდებათ, ცოტა იმაზე მეტი გათვალეთ დრო, ფინანსები გჭირდებათ, ორმაგი წავა ხარჯები. დავუშვათ თქვენ თუ გაქვთ დათვლილი რაღაცა 5,000, დაждდება 10. გაიგეთ? აი ეს თემა დამიფიქსირდა, მაგრამ თავარია რომ ეს ყველაფერი მოგვარებადია, ხო, კიდე გადავამოწმოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე აქ მყავს ქალი, ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხართ, კაცი ხართ, რომელიც როგორ არის, იცით, საქმეს ხართ თუ მოგიდებს, გააკეთებს დიდებს. აი ესეთი, ხო? ძლიერი, კარგი, მე მეყარს. თავს შეიკავებთ ესეთი ხალხი. თავს შეიკავებთ, ჩემო კარგებო, ეს არის ძალიან კარგი ცვლილება, ზოგადად ცვლილებასაც მოგიტანთ ეს ყველაფერი. ეს ამ კაცს რაღა უნდა, რა გინდა თქვით, 9-ჯერ ამოდი. კონფლიქტში არ შეხვიდეთ ვინმესთან. აქ არის ვიღაც მამაკაცი, ნახეთ,
თითქოს გიკეტავთ ცოტათი გზას ან რაღაც სიტყვა თქვას ისეთი ან რაღაც ენგი არ მოგვარდება ამნაირად ხო რატო წამოვიდა ასეთი მანერა საინტერესო ეხლა რაღაც წამოვიდა ვიღაცას ან იქნება ესეთი ტიპი იმიტომ რომ ეს არ არის ინტელიგენტი და ეს არ არის როგორ იცი ესე გაგესაუბროს რაღაცა და ვარც როგორ გლანჭოიადებია გლანჭო ხო და არ უყუროთ ამას მოკლედ იმიტომ რომ აქ სხვა ადამიანიც არსებობს, ვინც ამ საქმეს მოაგვარებს და ასტაბილურებს და ძალიან კარგად, აი სწრაფად ან როგორც დროს იტყვის, გეგმასაც მოგაწოდებ დროს იტყვის ამ დროში ასე მოგვარდება. ზუსტად ასე მოგვარდება. როგორც ჰაერი, ნახეთ, სიო შემოუბერავს. აი ესეთნაირად რაღაც ეს საქმე ისეთნაირად არის. უცებ მოგვარდება, გადაწყდება და გადაკეთებს. ასე რომ ამ ღლანჭოიას აქ რო ვყავს, ამას არ უყუროთ. მე მეტყვით საიდან მიფიქრებ ამ სიტყვებს და რა ვიცი საიდან მიფიქრებ. ესე წამოვიდა. მეც ვერავის ვერ შევადარებდა. რა ვიღაცა მითხრა. უბრალოდ ცოტა არ გადაიღალოთ. არ გადაიღალოთ და ნუ გეშინიათ. თვალს გადევნებენ სხვათა შორის რა არის. თვალს გადევნებენ. ამ დროს ეს ადამიანი მარტო სიტყვიერად კი არა, შეიძლება თვალით ცოტა ისე აქ და რა ვიცი, ერთ დიდი ქვა დაკიდეთ მის ახლო მახლოს. ეს მამაკაცი თუ მეზობელია თუ რა ვიცი, ახლობელი ნათესავია, ან კარებში თუ შემოდის, რა ისეთნაირად დაკიდეთ, თავში რო დაეცეს პრისტად და მე აღარ გეცემათ ეს სიტყვები. სულ ეს იყო იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგება და გემშვიდობებით.